და მე წერენ ვიღაცები რომ მე ვარ ნაცი თუ და მაგაზეც უნდა თქვა მეგობრებო ნახეთ ეხლა ამათი კრიტიკის დრო არ არის სწორი მიდგომა ეხლა მოდი ამაზე არაფერი არ თქვა არ არის იმიტომ რომ ყოველთვის მაგზნერში ვიქნებით თუ არ ვიტყვით და თვალს არ გაუსწოროთ მაგას მე კახაკალაძეზე რაღაც სტატუსი რო დავწერე Facebook-ზე მომივიდა ნიკა გვარამიას რეკვესტი Facebook-ზე ანუ ნიკა გვარამია ფიქრობს რომ მე თუ კალაძე არ მომწონს ნიკა გვარამიას მეგობარი ვარ აი ნუ ყავთ მართლა საბოლოო ჯამში მაგით იმის რომ ტატონაცია ეს კაცები ნაცები არიან გორგილაძე ნაც ყველა ნაც თუ დაუძახებთ საბოლოო ჯამში კაიტები გამოვლენ ეგენი და ნუ აძლიერებთ მაგითი გაიგეთ ანუ რატო არის ეგ სახიფათო და არ შეიძლება 12 წელი სუერტეგიო მეთოდით ებრძოლო საპირისპირო აზრს რა ადამიანები ვართ და რაღაცა სატკივარი გვაქვს და ვიტყვით ამ ყველაფერს და ნუ შემოგვივარდებით და ნუ დაგვაბრალებთ გულ დატოვეთ გულწრფელი პროტესტის ადგილი ვიღაცებს დაუტოვეთ რომ აი ამ ადამიანს ბიჭო მართლა ხო არ ტკივა ერთხელ მაინც დაინტერესდა აბა მართლა ხო არ აწუხებს მართლა ფულის გამო კერაკეთებს რაღაცა გულწრფელი პროტესტია ხო შეიძლება ეს იყოს არა დარჩენილი არა ყველა ის ანის ხარ არ არის ამ ფული გაგაღებული ან ნაცი ხარ ხო ვისაც მაგაში ფული აქვს აღებული კიდე ძალიან ბევრ შეეწერება ეხლა თუ დავაგინე შეაგინეს ჩემ ჩვენ ყლეზე კიდე აქვს ვინც ვართ არა მარტო სპორტსმენებს არა ზოგადად საერთოდ არც ადამიანს ესე არ უნდა მოთხოვო რაღაცა რა კი ბატონო ადგინა აი შენ თქმის არ იყოს ფული გადაუხადე და ისე თუ გამოთქვა პროტესტი ძალით რა თქმა უნდა არ უნდა მაგრამ ნახე ვერ გავიგებ აი ეხა აი ფეხბურთელები ძოცნების კლიპში იყავით აი დღეს გული როგორ არ გისკდებათ პროსტა რა აი 4 კაცს აი მე რაღაცა წვლილი რომ მქონდეს რომელიმე მთავრობის მოყვანაში PR კამპანია ჩამეტარებინოს და მე დავინახო ესეთი რაღაცა რა ხდება გული დამარტყა მას მართლა იმიტომ რომ ჩემი წვლილი არის მაგაში და ხო ჯობდა რომ ვაფშე გარიდებოდა ყველა ამ პროცესებს და არავინ არ ჩა ყველაზე მთავარი იყო რომ სანამ ეგ მოხდებოდა რამდენიმე კვირით ადრე იძახდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ფეხბურთელებს პოლიტიკაში მურევთო ხო მე კლიპში ათამაშს უთხი რატო გარიეთ ეს ხალხი და რატო გაერიეთ თქვენც ანუ აი რაღაც დონეზე პასუხისმგებელი ხო გახდით ეხა ამ პროცესებს ეხა რომ გამოხვიდეთ და ითქვათ რომ ეს რა შეშლინება მოხდა მაგასაც ვეღარ იტყვი იმიტომ რომ ეს ნახე ვილაპარაკება ამაზე მაგას გეტყვიან მაგიტო ჯობდა რომ აი ამ პროცესებში არ გარეულიყვნენ სპორტსმენები საერთოდ და კი ბატონო დააფიქსირებინა თავისი აზრი რომ ძალადობა რომ დაგმოდა ეხა მაგას არაფერი დიდი მათემატიკა არ ჭირდება რომ ძალადობა ცუდია და ევროპისკენ უნდა წავიდეს საქართველოს ეხა ამის გამო ვიკლავდით თავს რომ შეუვარდით ამ სპორტსმენებს აბა აზრი დააფიქსირეთო ყველა და კიდე არა მარტო სპორტსმენებს, ცნობილ ადამიანებს, რომ დამწყებდებით ხოლმე, ესე რომ გიშვებიან და ჩამწყებდებით და ლოტოს ნომრებით რო იძახით 47, 65, 69 და რაღაცებს. და მე 2 წლის მერე გამოდიხარ და ეს ვინ ავირჩიეთ თუ რაღაცა თქვენივე იმაზე რა ქვია, არჩეულ ტიპზე რომ ჩვენ გვეუბნებით რომ ეს რა საშიშელება აირჩიეთ. რატო უდგებით თავდებში, რატო უდგებით პოლიტიკურ პარტიას, რატო უდგებით თავდებში? საკუთარ თავზე აგებ ხო ადამიანი პასუხს პირველ რიგში. და შენ გამოდიხარ და მეუბნები ეს აგვახშენებს და 2 წლის მერე გამოდიხარ და აჭვავ და მე გამოგიყვან ისე ჩაგაცვევენ საკუბოვეთ გაგამზადებენ და მე ახალ კანდიდატზე უნდა თქვა რაღაცა რატო პარტიულები რატო ხართ ანუ აი მე არ გეუბნებით ადამიანებს ვისაც აი რაღაცა პროტესტი გაქვთ ან რაღაც აკრიტიკებთ აი პარტიული რო ხდები აი მაგაზე მაქვს რა პრობლემა რაღაცა პარტიის მხარდამჭერ და რო ეწერები რომელსაც გამწარებული ყავს ბევრი მე რო ეხა ნაცების ოფისში შევხვედრილიყავი რაღაცა იმას არჩევნების შედეგებს არ ვიქნებოდი საგინებელი თუ მე ვიტყოდი რომ მე ჩემი მოსაზრება მაქვს საგინებელი ვიქნებოდა ძალიან კარგად მივიღებდი მაგინებას ბიჭო ყველანაირი პროტესტის ის გახდა რომ აბა იმას ფული და იმას ისა აქვს აღებული ნუ არ შეიძლება რა სულ შედეგამდე მიგიყვანს საბოლოო ჯამში და პროპაგანდის LGBT პროპაგანდის აკრძალვა ხო იყო ყველაზე მთავარი LGBT პროპაგანდა კი არა რა პროპაგანდისტაც ის ტიპები აღიზარდნენ ვინც თავებზე დახტუნავდნენ ადამიანების ეგ არის პირველ რიგში ასაკზე რას აჭმევდნენ და რას ასმევდნენ ადამიანებს რომლებიც ქუჩაში თავებზე დახტუნავდნენ ვიღაც ტიპების აი ეგ რა პროპაგანდა იყო გამაგებინეთ თუ არა სიძულვილის როგორ შეიძლება აი ადამიანი მაგდონებდა როგორ უნდა მიხვიდე პროსტა რომ აი ეგ ადამიანი გაიმეტო ქუჩაში და რა მნიშვნელობა აქვს მან რუსი ხარ თუ ევროპელი ხარ ეგ ქართველი ხარ რა ქვია თუნდაც ქართველი იყო ყველანაირი გაგებით აი ეგ რა ფენომენია ადამიანის აი ეგრე გამეტება და რტყმა და ძალადობა დაგმეთ ორივე მხარეს გმობ კი ბატონო ბევრი დარწმუნებული ვარ ისეთი პოლიციელის დაშავდა იქ რომელიც იცავდა თავის იმას რა ქვია ქვეყანას და მართლა ძალიან ცუდია რომ მოყვა იმ ჭყლეტვაში და დაისაჯნენ კიდევაც ისინი ვინც დამნაშავე იყო იქით არ დაждილა რა ხო და მე და ეხლა ჩვენ გთხოვთ რომ იმას რატო არ გმოფო ადამიანები 9 წელი და 10 წელი შეიძლება ციხეში წავიდნენ და მე და ტატონა მივიდეთ და ყური აუწიოთ კიდე
საპირისპიროდ ვინც არ დაასჯილა და ის არის რა ქვია გამოუკვლებელია და რა დაიჭერენ იმ ხალხს არც ვიცი არანაირი საიდენტიფიკაციო ეს არ ქონდათ ხო მაგაზე ვლაპარაკობთ რომ ეგ უნდა ვის ხელში ძალაუფლება ის იმას გმობთ ამ შემთხვევაში ხო ვინც არ დაასჯილა იმას გმობთ ახე ნებისმიერ ესეთ სიტუაციაში შეიძლება ვწდებოდე ახლა ამ მოსაზრებაში მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში როცა ეს კრიზისია როცა ეს რაღაც ხდება დამნაშავე არის ის ვინც ხელისუფლებაშია იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბერკეტი და ყველაზე დიდი საშუალება რომ კრიზისი ზოგადად დაასრულოს თუ სხვა მიმართულებით წაიყვანოს ვისა ძალაუფლება აქვს ხო მე და შენ ხო არ გვაქვს ეგ შემე მე და შენ შეგვიძლია ამის გაკეთება რა შეუძლია ხელისუფლებაში ვინც არის იმას დედას ფიცავად მე და შენ ხო ბევრჯერ გაგვიკრიტიკებია ეს მთავრობა და გვითქვამს რაც არ მოგწონს და ნორმალურია და სიტყვის თავისუფლება ნაღდად იყო ახლა არავინ მოვარდინლა ჩვენთან და არაფერი არ დაუწყია ნაღდად ეგრე იყო რა არავის შეუვიწროები ვართ მაგის გამო განსხვავებით მიშას პერიოდისგან როდესაც მაგას ვერ ვიზამდით დიდი ალბათობით მაშინ არ ქონდა პლატფორმა და არც YouTube იყო საქართველოს განვითარებული და არც ჩვენ ქონდა გადაცემები და ეს საერთოდ სკოლაში იყო და მე 1 წლის დაწყებული მქონდა სილქში მუშაობა და კაცშულ მარჯვდა ვინ ვიყავი თუმცა ახლა აზრს ჩემსას სადაც შემეძლებოდა ყოველთვის ვაფიქსირებდი როგორ ვერ ვიტანდი იმათ მაგრამ ფაქტია რომ გადაცემა რო ქონოდა იმ პერიოდში სააკაშვილის პერიოდში და გამოსულიყავით და ის ტერასები გველაპარაკა რაც ამაზე გველაპარაკა დიდი არა კი კაცო დიდი ალბათობით დიდი შანსი იქნებოდა რომ ციხეში მოხდეს არიშნავს რომ ეს კარგია ეხლა რასაც ვართ ხო შეიძლება სხვა პრობლემებია ახლა რას ვამბობდი მეც კი აი რომელიც აი რაღაც მოულოდნელი არ იქნებოდა ხო მთავრობის როლს დაკრიტიკებ რაღაც მათი ნაბიჯები ცუდი ნაბიჯები შენთვის მოულოდნელი არ არის რაც ვნახე ტევ პირველს რო უყურებდი პირდაპირ ეთერში რომ პოლიციის გვერდზე ტიპები ძალადობდნენ და ამაზე რეაგირება არ იყო გამოვშტერდი ანუ აი რა რითი უნდა გაგაკვირვო ხო იცი და აი მართლა გამოვშტერდი მაგაზე რა და რა პროცესებიც მე რა რეაგირებაც მოყვა მაგაზეც გამოვშტერდი დაჟე რასაც ვლაპარაკობ უკვე აღარ მჯერა არაფრის რომ ადამიანები ვინ ჩამოყალიბებულები არიან რომ ესეა მე მგონი რომ იმათ თავში ვეღარ შევალთ უკვე ანუ ტყუილა ვლაპარაკ რაღაც პონჩი მგონია რომ უბრალოდ ჩვენ მეგობრებს რომლებიც არიან ჩვენი მაყურებლები პაძერსკას ვაძლევთ რომ მეგობრებო მარტო არ ხართ აი ეგ არის ჩვენი ხო ხა იმაზე გასვლა ვისაც აი ქუჩაში როცა ემეს ბავშვები და მაგაზე ხმა არ ამოუღია და ერთი არ დაუწყმუტუნია მაგათთან ლაპარაკს მე მგონი რომ აზრი არ აქვს ანუ არაფერი აღარ შეიცვლება მაგათ თავებში მაგის პრავება თუ მიდის და ჟურნალისტი რომელიც ზის და ეკითხება მეორე დღეს პრემიერ-მინისტრს აბა რაკენით და რამდენი ადამიანია მეორე დღეს მიმჯდარი ტელევიზორთან რომ გაიგოს ისა რა ქვია რა მოხდა დაიწყო გამოძიება მართლა ჩამოგვეგრა პოლიცია თუ ყავს მართლა დაიჭირეს ით თქვენ მაგიარებთ მე ანუ აი შენ ხო მარტო იმ ჟურნალისტს არ ელაპარაკები შენ ხო საქართველოს ელაპარაკები მანდ აბა მას 16 და რაღაცა ისა რა თამაშები აბა ხომ აღია ახლა და მე ნაცი ხარ და მე ნაცი ხარ ამის მოსმენა გვინდა ჩვენ ადამიანები ვისაც გული გვაქვს გაცკდომაზე და ველოდებით აბა რა მოხდა პოლიცია მართლა ჩამოგვენგრა თუ არის ისევ მაგიარებთ თქვენ აი ეს არის პასუხი და რავი ანუ ამ ესეთი არეულობაა ქვეყანაში და ნაძვის ხისანთება არის ისა რა ქვია პრიორიტეტი აი ნაძვის ხეზე ვინ ჩალაგდით და მიდიოდით ნაძვის ხე ანთებულიყო გაზში და სისხლში და უბედურებაში ეს არის ცალკე ფენომენია პასუხი აი ამის რაც ხდება სწორია არასწორიაზე არ ვლაპარაკობ მე რასაც ვლაპარაკობ ეხლა ეჭვის ქვეშ დააყენეთ ეს ყველაფერი არ არის ხო 100%-იანი ჭეშმარიტება ვინც არ უნდა იყოთ მაგრამ ამის პასუხი აი გაბრაზებული ხალხის რომელიც გამოდის და რაღაც საპროტესტებს მოდი თქვათ რომ არის ის ხალხიც კაი ვიღაცას სკამისთვის იბრძვის მართლა ვიღაცა ფულისთვის იბრძვის კი ბატონო ნაბოზარი და ჩათლახი ყველგან არის მაგრამ ესეთ გაბრაზებულ ხალხს რომელსაც გონია რომ მომავალი წაართვეს გონია წაართვეს თუ არ არის ანუ ვიკამათეთ მაგას გონია რომ წაართვეს მაგას ნაძვის ხეზე უნდა ველაპარაკოთ რომ დაწყნარდეს სიტუაცია მე მგონია რომ არასწორი ნაძვის ხეზე ველაპარაკო და მანამდე უძახო უსამშობლო და ნაცი ეგრევე დავწერე რაღაც სტატუსი ეგრევე შეამივარდნენ უსამშობლო იუთუბერი ეს მაგარი წინადადება წავიკითხე უსამშობლო იუთუბერები და მე გეტყვიან რომ არ შემაძლოს პატივს რატო ავცემ აზრს სენთ პატივს სტატუს რო ბლიცია ვანილის ჯობია ნაყინი თუ შოკოლადის რო ლაპარაკობენ დიდი სიამოვნებით ხო ანიმე ჯობია თუ თეატრი შეიძლება თეატრი თქვას ან ანიმე და მე თქვა რომ არა ეგრე არ არის მაგრამ შენ იმას რა ქვია ქუჩაში რო ტიპს ცემენ მე მიდიხარ მიკროფონს აიღებ ხელში და იტყვი რომ იმის ბრალი იყო და ამან დააშავა რა და ტყუილა არ დაარტყამდა და ტყუილა არ დახვრიტავდა ამაზე უნდა ვცეთ პატივი თურმე
თუ ბაზარის პატივისცემა, აბა დაიხატეთ, სვასტიკა დაიხატეთ და გამოდით და ისა რა ქვია, Facebook-ზე დაწერეთ, ერთი ავსტრიელი სულ იყო რა ქვია, მხატვარი, მაგაზე დაწერეთ რამე, აბა ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეთ, აი ვისი აზრიც იჩაგრება ეხა და ბულინგდება და საპირისპირო აზრს ვერ აფიქსირებთ, აბა მაგაზე დაწერეთ რამე ერთი. აბა რა მოხდება Facebook-ზე, რა ნოტიფიკაცია მოგივათ, ნახავთ.